გამარჯობათ, ჩემი ვანდა ეხლა ახალ ნარნაკში ირწყვება. ცოტა გამოუტოვე ეს დღეები მორწყო ვერ მოვიცალე. ახალი ნარნაკი იმიტომ შევიძინეთ, რომ მე მეგონა ნორმალური გასინჯვის საშუალება არ მომცეს მაღაზიაში, თქვენს რო წყლის ჩასხმა არ შეიძლება, მე დავარეკინებთ ხოლმე აბა სხვანაირად რა აზრი ქონდა ამის ყიდვას ჩემთვის. მინდოდა რომ არ მეწავლებინა გადაყირეობით და ესე უნკანით ჩამოგვეშვა წყალი. როგორც იქნა დამთანხმდნენ, რომ შეამოწმებდნენ წყალი ხო არ გასდიოდა მხოლოდ მაგას, მაგრამ საშუალება არ მომწეს, რომ ონკანი მე თვითონ გამესინჯა, სადღაც შეიტანეს ჩაასხეს წყალი 5 წამი გამოაქცია, აი მანახა ქალბატონო არ გასდისო და შეარბენინა სახლში რომ მოვიტანე, აღმოჩნდა რომ ტყუილად შევიძინე. ეხლა მე მაინც ჩავსვი ამაში და სიმაღლითაც იგივე გამოდგა, უბრალოდ ეს ფეხზე დგა და იგივეა სიმაღლით, რაც ისვაზე იყო. მე უფრო მაღალი მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა რომ მხოლოდ ფეხი აძლევს სიმაღლეს და ოდნავ ფართო კია. მაგრამ აი ეს ონკანიც მუდმივად უნდა გეჭიროს თითი და თანაც აქამდე ხო ჩამოვა წყალი და ვანდას რა შეაწყობს დანარჩენი ფესვები ხო დაულპება, მაინც მოუტყევს გადაჯანყალება გვერდით. სამაგეროდ გავიგე რომ არაფერი აღარ უნდა ვიყიდო ისეთ მაღაზიაში, სადაც ამხელა ფასების მეუხედავად საშუალებას არ გაძლევენ, რომ ნორმალურად გასინჯო. თან სარაროსთან რომ მივედით 50 ლარი კიდევ მომატებულია, ესე თქვეს თურქეთიდან მოუმატესო და გადამახდენოს უფრო მეტი 50 ლარით ვიდრე ეწერა ვაზას. და თან არ აღმოჩნდა ვაზა ფუნქციური. როგორც მე მინდოდა, შესაძლებელია ამ ონკანიდანაც ისეთი უხარისხო, ასეთი მაღალი ფასის მიუხედავად 250 ლარი ღირდა. ის ონკანი ისეთი ცუდი აქვს, უხარისხო, რომ შესაძლებელია მალე ისიც შესაძლებელი გახდეს და რა ვიცი, გამოვიდეს მდგომარეობიდან თუ წყალსაც გაუშვებს. მაგრამ დღეს მაინც ჩავსვი დავამაგრე ისევ მავთულებით, თუ რა ქვია ამას, მავთულებით, რბილი მავთულებით და ოღონდ ცოტა უფრო მყარად დავამაგრე, ბევრი გავუყარე და თან ვცდილობდი ფესვები არ დამეზიანებინა. არც ერთი არსად ჯერჯერობით არ ეტყობა ვანდას არაფერი ახალის გაკეთება. გარდა იმისა, რომ ყვავილები უჭკნება და ვაცლი ხოლმე. თითქოს ფესვებიც ძალიან დაუთხელდა, დაუწვრილდა, თითქოს კი არა. ესე მოვიდა, რადგან ჩასმული ნარნაკში იყო სულ დამტვრეული ქონდა ფესვებიც, ფოთლებიც. ტრამვირებულად იმგზავრა როგორც ჩანს. და მერე თანდათან დრო რო გადის ეს იფიტება დამტვრეულების ცვივა. ეს დიდი ფესვი რო აქვს ჩვენი საამაყო ფესვი, აი ამ ფესვის იმედზე ვიყიდე მე ეს ვანდა. ეს რო აქვს კარგი მომწონს და რომ გადავხედე მე ვანდებს, რომლებიც გაფუჭებული იყო და ახლიდან ქონდათ ჩარგული, იქ სადაც შევიძინე. სიცოცხლის უნაროიანობა მომხვდა თვალში, ისე უშვებდა ახალ ფესვებს. ეს ვანდები გაფუჭებულები, რომ იმედი მომეცა წავიღებ მეთქი მოუვლი და ჩემით შემთხვევით თუ უკან წავიდა ესე მდგომარეობაში დავდებ და ალბათ ისევ გამოიტანს, მაგრამ მე YouTube არხებზე რომ ნახე თურმე ზოგს ისე უფუჭდება. ნახე ერთ-ერთ არხზე, როგორც ფანელობს მე ის ხომ რაღაცა ნახშირს რო დაემსგავსება გამოფიტულ საფრთხობელას გადასაგდებად, რომ საშინელი შესახედავია რო ხოლმე და საბრალო, ამასაც ჩვეულებრივ თურმე ისე მოსდის ეხლა არ ვიცი. რა სიზავს ნამდვილად. გაზაფხულმა მოგვისწრო, ის არ ვიცი აივანზე გავიტანო ხოლმე თუ სახლში მყავდეს. სულ აი ესეთი ფესვები აქვს რაღაცნაირი. ეს ერთი ფესვი აქვს მარტო მსხვილი და მისი ბოლოც არ არის. მწვანე და ცოცხალი.
ეს ფოთლები ძირს აი ამ ადგილას რო თითქმის არც ითვლება. იმიტომ რომ აუცილებლად ეთყობა რომ მოსწრება უდნევაბია, გაყვითლებულებია. აი აქ ამის იმედი მაქვს ორი ახალი ფოთოლი აქვს შედარებით და ვნახოთ აბა რას იზავს. საინტერესოა, მინდა რომ კარგად გასწლოს და იყოს სულ ციმბიდი უმივით. შევძლო ამის გახარება ამ პირობებში ჩემში რომ არ დაგემალოს და არანაკლებ ციმბიდი უნდა მომეწონე ვანდაც. რაღაც თითქოს უფრო მეტად აღგავსო რა ორქიდეას ისის თავის როცა ხასხასელა და კარგი ფესვები აქვს განსაკუთრებით. ამერიკაში რო უკიდია და ძალიან გრძელი ფესვები რო აქვს ჩამოკიდული, არ ვიცი ეს გაიკეთებს ნეტარ როდისმე ისეთ ფესვებს. თუ მაგას იზავდა მეც დავკიდებდი მოუგვარებდი რამენაირად, მაგრამ ჯერ შევხედო აბა რას იზავს წელი ზაფხული. მადლობა ყურადღებისთვის. მეგობრებო, წგისურებ წარმატებებს თქვენს და თქვენ ყვავილებსაც.